არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონები ძალაში შევიდა. Საანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრის უწყება კი უკვე შეუდგა ანტიკონსტიტუციური და ანტიკონვენციური კანონების აღსრულებას. კერძოდ, ისეთი ქუდის ტარების გამო, რომელიც სახის დიდ ნაწილს ფარავს, გუშინ რამდენიმე დემონსტრანტს პოლიციამ 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. სხვადასხვა ადმინისტრაციულ საქმეებზე კი ახალი წლის დღეებში ურეკავენ და სასამართლოში იბარებენ ახალგაზრდებს და სამოქალაქო აქტივისტებს. ჟანა აკოფაშვილი მოგვიყვება რუსული რეჟიმის ახალი რეპრესიების ტალღის შესახებ შანაგისმეთ. დიახ, სადამშრალო და რეპრესიული კანონები უკვე ამოქმედებულია, შესაბამისად უკვე დაიწყო მოქალაქეების მასობრივი დაჯარიმების და სასამართლოებში დაბარებების ფაქტები. მაგალითად, გუშინ ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს. ახალგაზრდები, რომლებიც უკვე 34 დღეა ქუჩაში დგანან და ხელახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ პოლიციამ, მხოლოდ იმის გამო დააჯარიმა, რომ ისინი საპროტესტო აქციაზე ეგრეთ წოდებული ბალაკლავა ქუდით იმყოფებოდნენ. პოლიციის არგუმენტი, როგორც ამ ვიდეო მასალაში ჩანს, იყო ის, რომ ვერ ხდებოდა აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და ისინი მოუწოდებდნენ ამ ახალგაზრდებს, რომ მოეხსნათ ბალაკლავა ქუდები. ახალგაზრდები, რომლებიც გუშინ კრიმინალურმა პოლიციამ დააჯარიმა, ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი არ აღიარებენ და არ ემორჩილებიან არალეგიტიმური პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებულ სადამშრალო კანონებს. აცხადებენ ისინი, რომ მათ ვერანაირი კანონი ვერ შეაშინებთ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. გუშინ აქციაზე მოვედით რამდენიმე ადამიანი ეგრეთ წოდებული ბალაკლავებით, რომელშიც მხოლოდ თვალი ჩანს. ადამიანები ამ ბალაკლავებს იყენებენ სიცივისგან თავდასაცავად, ცხვირი, რაღაცა პირი, შუბლი რო არ გაეყინოთ იმისთვის. ჩვენ მოვედით ბალაკლავებით, რადგან ჩვენთან მოვიდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც განგვიმარტა, რომ ეს იყო სამართალდარღვევა და ჩვენს წინააღმდეგ იწყებოდა ადმინისტრაციული კოდექსით საქმის წარმოება. ითვალისწინებდა 2000 ლარიან ჯარიმას აქციაზე ნიღბის ტარების გამო, იმიტომ რომ ჩვენი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამასთან აღსანიშნავია, როცა მათ გითხრეს, რომ ჩვენი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, მათ სახელებით მოგვართეს, ჩემი სახელი იცოდნენ, ქალბატონი კერენის სახელი იცოდნენ. ზუგდიდმა მაინც საკუთარი ძალა გუშინ აჩვენა ისევ და ისევ ამ კონსტიტუციურ ფარგლებს გაცდენილ პოლიციას, როცა მიუხედავად ამ ჯარიმისა, ჩვენ ისევ გამოვიყენეთ პიროტექნიკა და სრულიად მათ წინაშე ვიდექით ამ პიროტექნიკით და ვაჩვენეთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არც თავის განებებას, არც გაჩერებას და ანუ ნებისმიერ ამ ჯარიმაზე, რეპრესიულ კანონებზე პასუხად მიიღებენ უფრო მძლავრ და უწყვეტ წინააღმდეგობას. ჯარიმა არ არის ერთადერთი სადამშრალო ღონისძიება, რომელსაც ოლიგარქის პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს. მოქალაქეებს სასამართლოშიც იბარებენ. მაგალითად, სასამართლოშია დაბარებული კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები ლევან გორგილაძე, ვაჟა დარჩია და აზა გაბუნია. მათ ადმინისტრაციულ კანონდარღვევას, სამართალდარღვევას, უფრო კონკრეტულად გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას და აქციის ორგანიზებას ედავებიან. მათი სასამართლო პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 იანვარსაა ჩანიშნული. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, მომცნეს, რომ 13 იანვარს 15 საათზე მაქვს სასამართლო პროცესი 74 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს გზის უკანონოდ გადაკეტვას და მათ შორის ორგანიზატორობას. ამ აქციებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორგანიზატორი არ ხავს, ყველა ვართ მაგ ლოგიკით ორგანიზატორები და თუ მაგ აზრში მოგყვებიან, კი ბატონო, ვეთანხმებით, კონკრეტული არავინ. ცდილობენ რომ დაგვაშინონ. თუმცა როგორ ვერ ისწავლეს აქამდე ჭკუა, რომ ეს დაშინება ამ მეთოდებით არ გამოდის, რეპრესიებით მათ შორის არ გამოდის და უფრო მეტი ადამიანი ბრაზდება ამ პროცესებით, მე მართლა ვერ ვხვდები, რას ფიქრობენ. ამიტომ რაც არ უნდა მომისაჯონ, რაც არ უნდა დიდი თანხით დამაჯარიმონ თუ პატიმრობაში გამიშვან, მე დაუბრუნდები აქ, შეუერთები ჩემს თანამებრძოლებს, იმიტომ რომ ყველაზე ამაყი ქართველები დგანან დღეს აქ და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ახალი წლის წინა დღეს დაგვირეკეს სამოქალაქო სასამართლოდან და დაგვიბარეს 13-ში, გვაქვს სასამართლო ჩანიშნული, ეს არის გვედავებიან სამართალდარღვევას, გვედავებიან ასევე იმას, რომ ვართ ორგანიზატორები საპროტესტო აქციების და მათ შორის ქუჩის გადაკეტვის. მიუხედავად ამ დაშინების მსვლელობების, ამ ჯარიმებისა და რაღაც აბსურდული კანონებისა, რომელსაც ქართული ოცნების პრეზიდენტმა, არაღიარებულმა პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, ეს სამართლიანი მოქმედებების მიუხედავად ჩვენი პროტესტი არ წყდება. ფიქრობთ, რომ მაშინ როცა ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭები და ახალგაზრდები არიან ციხეში, არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ვიზეიმოთ ახალი წელი და რა თქმა უნდა პროტესტის რეჟიმში ვიზეიმებთ ამ ახალ წელს ქუჩაში და აუცილებლად
აუცილებლად იქნება საქართველოს ქუჩები ახალი საქართველოს შობის ადგილი. რეპრესიული კანონებით, რომელსაც ხელი არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა და რომელიც ძალაში უკვე ოფიციალურად გუშინ შევიდა, იკრძალება პიროტექნიკის გამოყენება და ლაზერის ტარება, ასევე დასჯადი ხდება ნიღბის ტარება და ნებადართული ხდება პრევენციული დაკავება. ეს ყველაფერი კი იურისტებისთვის პირდაპირ დასტურია იმის, რომ ეს კანონები სადამსჯელოა და ის მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.